დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ დღესაც ერთად ვართ. შვენიერი შემოდგომის დღეები გვაქვს. ამას ხშირად ვიმეორებ რომ ბევრი ურთიერთობა მაქვს მე ხალხთან, ბევრი სტუმარი მყავს. წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულად ბევრი სტუმარია ჩემს ბაღში და მე ვიცი ერთად ყოფნის ფასი, ადამიანების ერთად ყოფნის ფასი არ აქვს არაფერს. ერთმანეთის გაფრთხილებას, ერთმანეთის სიყვარულს, ერთმანეთის მოსმენას რომ ძალა აქვს, არაფერს არ აქვს ისეთი ეფექტი, ისეთი ძალა. მე მგონი რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, ისეთი პატარა შესაძლებლობების ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, თავარი არის ადამიანი. და ადამიანებმა ძალიან უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ, შევიყვაროთ და სიყვარულით ბევრი ისეთი რამ გამოვა, რაც არ გამოდის უსიყვარულოდ. მე მგონი რომ ეს ჩვენ გამოგვივა, იმდენი რამე გამოგვდის, ესეც გამოგვივა თუ მოვინდომებთ. ჩვენი ურთიერთობა, ჩემი და ჩემი თანამშრომლების, ჩემი და ჩემი სტუმრების ურთიერთობა ამის პატარა მაგალითია. და მე იმედი მაქვს, რომ ეს თქვენამდე ეს ემოცია მოდის. და მე ვახერხებ ამის თქვენთვის ჩვენებას. მე მთელი გულით მიყვარს ჩემი გარშემომყოფები, ჩემი სტუმრები, ჩემი შინაურები, ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები და იმედი მაქვს, რომ ამ სიყვარულის გამოვლენას ცოტა თქვენთანაც ვახერხებ. ძალიან მიხარია რომ დღეს ისევ ერთად ვართ, ჩვენ მშვენიერი პროგრამა გვაქვს თქვენთვის მომზადებული და მზად ვართ რომ რაღაცეებში ჩაგახედოთ. დროებით. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობა. დილა მშვიდობისა. გამარჯობა ნინო. გამარჯობა, დილა მშვიდობისა. აბერავშვებით. რა ვიცი, მაგი შეკითხო მე შენთან მაქვს, იქეთ. ესე იგი დღეს ახლა რას ვაკეთებ, ნახე რამდენი პამიდორია და ეს არის ბოლო მოკრება. ეს არის ბერშუეთის პამიდორი ნინო. კი, ხარისგულა. ხარისგულა ქართლიდან ჩამოტანილი. შენი მაიკოს და აჩიკოს და არჩილის და მაიას პამიდორი მათი ბოლო მოსავალია. ეჭვი მაქვს რომ ეს არის თაროზე დანადები, მრეშებია დადებული და მერე დამწიფებული. არა ნახე როგორია, შეხედე თლად ჩაშაქრებულია, თლად. და ვიფიქრე რა შეიძლებოდა ახლა ამ სეზონზე ყველაზე გემრიელი რა კეთება ამ პამიდორით გამეკეთებინა და ეს არის ამიდორში ჩაშუშვული პამიდორი და ხახვი კვერცხით. ხო, კაია. ნახე როგორი კვერცხებია. ჩიჟიპიჟის რო ვეძახი. გიჟდები. ზურა და რაღაცას ეძახიან ამკარც ებრაელებიო და არის ძალიან ცნობილი ამათი სამზარეულო სტატია. ებრაელები ჩვენ აქ გვაქვს ეგა და ხშირად მასპინძლობთ სტუმრებს, იმიტომ რომ პამიდორი არაჩვეულებრივი გვაქვს. ქათმები გვყავს და კვერცხებს დებენ პატარა გემრიელ სოფლის მუქ გულიან კვერცხებს. და ხშირად თავაზობს სტუმრებს იოლია ადვილი და ყველას ეგემრიელება. კარგი ფურნის პური გვაქვს, სქელი ასე ღუნღულა და მე არ შემხვედრია ჯერ არც ერთი სტუმარი, ვისაც არ მოსწონებია. ყველას ესახლურება, ეშინაურება და ახსენებს რაღაცას ეგ ამბავი. კი ბატონო და თვლებივით რო არის. მოი შენთან დავდგები რა რაღაც აქ არ ვარ მოხერხებულად. აი ბატონო, ეხლა მე დავჭერი წვრილად. ხახვი ამას ალყა დაჭრილი ხახვი არ უნდა, როგორც მოვახერხე წვრილად. ხო და რა ქვია იმას მეორეს ებრაელები აკეთებენ მთლიანი კვერცხებით დებენ. შაკშუკა თუ რაღაც ასე ქვია. შაკშუკანი მგონია, ხო, ასე ქვია. ესე ქვია, მე ეგრე მახსოვს და შეიძლება მთლად სწორად არ ვამბობთ. ხო, შეიძლება არ ვამბობთ, არ ვიცი, მაგრამ ის ისრაელში მიღებული კერძია მთელ კვერცხებს ჩააწყობენ ამ ოშუშულ პამიდორში და ხახვში. დღეს აქ ალბატონი იყო მოსული ისრაელიდან ვარ ჩამოსულიო და გახარებული იყო ყალია რო გააკეთეთ გამახსენდა ჩემი თბილისური ცხოვრება. მართლა ხო? და მოვიდა ამის მე მოვთხარ დღესაც რაღაც ებრაულ კეფს ვაკეთებთ მე. შაკშუკა. ზოგი ეძახი შაკშუკას და ვიღაცა მითხრა ერთხელ სტუმარა ამასო შაკშუკანი ქვიაო თლიან კვერცხებს აწყობენ ჩიჟიპიჟიში. დაახლოებით ეგ არის ზუსტი რეცეპტი მეც არ ვიცი. კანი გავაცალო ნახე უკვე მე ვეფერს ვერ გეხმარები ნინო. უკვე ნახე კანი აქ დახორკლილი. ნინო, ნამდვილ ჩიჟიპიჟის რა უნდა კიდე მწვანილი უნდა? ნამდვილ ჩიჟიპიჟის მე რა ვიცი, ქინც უკეთებ ბოლოს და რეჰანს ვაყრეთ თავზე
წვრილად დაჭრს. იცი რა, მე ბევრნაირი გამიშინჯავს. აბა როგორი რამდენიმენაირი გამიშინჯავს. ვცადეთ, ისეც, ასეც ყველაზე კაი გამოვიდა ჩვეულე, აი მარტივი, უბულგარულებოდ და უყველაფროთ. კი ბატონო. ნამდვილი გემო იმას უფრო ქონდა. კი ბატონო, ასეთი გავაკეთოთ ჩვენაც ახლა ოღონდ აი ეს პამიდორები დავაცავთ. მე მგონი სწორი ეს არის დანამწიფები პამიდორი კაროზე, ხო? ხო, აი გულით სხვანაირად იფრთხნება. ამას რომ მოურიო ხომ არ გამიბრაზდები? აუცილებლად. უნდა მოურიო, თუ არა დამეწვება. ჩემო ბატონო. არ გაჩაშუშუნდება ახლა ეს ხალხი. ზურა ჩვენ ახლა ვაკეთებთ ორივენაირს, თვლებიან ჭიჟი პიჟისაც, ანუ თლიანი კვერცხით და ვაკეთებთ ასევე და იმებრავლსაც გააკეთებ, ხო? კი, აუცილებლად. აი ორი ტაფა მაქვს მომზადებული მაგისთვის. ჩემო ბატონო. აჰა, ნახეთ. ჩვენ ჭიჟი პიჟი. ნინო, რომელზეც ხმარობ შენ? კახეთის ზეც ხმარობ? ეს კახური ზეთია ზურა, არა? და ძალიან მე ვთვლი რომ ყველაზე კაი ზეთია ჩვენს ზეთებს შორის რაც ახლა არსებობს. ზემბრილზე უნდა ყველას არ უყვარს ეს კახური ზეთის არომატი. გიჟდები. იმისი ზესუმზირის. რატო შეიძლება მაგის აი ეხლა რატომღაც დაიწყეს სიმინდი ზეთის გამოყენება, მაგრამ არ ვიცი ვერ ვიტან სიმინდი ზეთი ყველაზე იაფიანი ზეთია. ნახე ნინო რაფერი კვერცხებია. ხო სოფლის. სოფლის იქით იყოს პატარებია ნახე. ახლა ხო იცი ქართულად ყველაზე ნაკლებ კვერცხს და ახლა ცუდი სეზონია კვერცხის. კი ბატონო. ყველაზე ეხა შეწყვეტენ ნინო. ახლა შეწყვეტენ და დაიწყებენ თებერვლიდან ყრიან ბევრს და ახლა ცოტა-ცოტას დებენ. ნახე ყველა არჩევს დიდებს, მე ვარჩევ პატარებს. გიჟდები ისე მიყვარს. და ზურა კიდე ჩვენ ქართულ შიზიპიზის მოდი რა, როცა ვლაპარაკობთ ამ გურიაზე, იმიტომ ვლაპარაკობ რომ რაღაცები ვიცი სამზარეულოდან და ქართულ მამაჩემი მაგალითად სუნთხოვდა რომ გავაკეთებდი ამ კვერცხს, პამიდორში ჩაშუშულ კვერცხს, დათქვეფილ კვერცხს, შემოდი თავზე უნდა წამეყარა ასე დაფეშვილი თხილი. ხო, ძალიან გემრიელი იყო. იცი კიდე რა მახსენდება? ჩვენები ამ თხილს ბევრნაირად იყენებდა ბებია. კი ბატონო, იმიტომ რომ სხვა ისე ათქვეფილ კვერცხში ზურევდა და ჭაჭში აცხობდა. გახსოვს ერთხელ გავაკეთეთ? სუნელიანი. კი. ეგ იყო, ხო ვთქვით, ნადის აყანაში რო იყო, წასული სამუშაოდ. ოჯახის წევრი ბებია გამოუცხობდა ჭაცში. ათქვეფილ კვერცხში, კი აი ამერც და მორჩა. ჭაცში ათქვეფილ კვერცხს და თხილს შუაგულში ჩადებდა. ხო. და გამოაცხობდა ისე. და რატომ თუ იცი? ადვილი იყო, ყველაფერი გამზადებული იყო, ჭაც დაიჭერდა ხელში, ჩაგვიჩავდა და კვერცხით შიგნით იყო და პამიდორიც. ასე რომ მოსახერხ, მე მგონი უფრო ამიტომ იყო, რომ მოსახერხებელი საჭმელი იყო. ხო, წასაღები იყო ადვილი. კი ბატონო, აი ახლა მას მე მგონი ეს ყველა არ დამჭირდება მაგაში, მაგრამ მეორე კერძისთვის გამოვიყენებთ ბარებ გამზადებული მექნება. ეს ხალხი კარგად ჩაითუშა, ისეთი სურნელი აქვს, ამაში პურის ჩაწებაც კი მომინდა ცოტა მშია. ვაიმე, ხოდი ნახავთ ჩვენ ამ ხარის გულა პამიდორს, კარგს, უფრო კარგი ფერი რო აქვს, რომ ზამთარში შესაძლებელი იყოს ამ კერძის გაკეთება. ხო გვაქვს. კაია ძალიან. ბატონო, მოვჭით. ამას ახლა ჩავშუშავ, ჩემო ბატონო და ეს იქნება. ზურა, სხვანაირი ის აქვს სულ, ახლა ამას ნახე. ისეთი არ არის რომ არა ეხა ხრაშუნა აღარაა ნინო. აღარ არის. სათესლეთაც აღარ ვარგა უკვე იცი, აღარ ვიღებთ ეხლა ამის თესლს, ეგენი უკვე მოკრეფილია ახლა მოთხარეს უკვე. კი, ასე მითხრა მაია. აალაგეს უკვე ბოსტანი და იქიდან მორჩენილები, ამიტომ სათესლეთ აღარ ვარგა. სათესლეთ ვიღებთ ძირებიდან. დიდები რომ პირველი მეორე მოკრეფა მორჩა, მერე აღარ. პირველი და დიდები. ხო, ახლა ასე ჩაშაშუშად ნახე რა სანახავია შეხედე, შეგეხარბება რომ შეხედე. კი, დღეს კითხულობს ყველა ლამის წამაც გამტაცეს მაქედან. იცი რა ყველას ეხარბება ახლა როგორ შეიძლება ნოემბერში ეს პამიდორი არ შეგეხარბოს? ცოტა უნდა ფერი შეიცვალოს. კი ბატონო, ოქროსფერი გახდეს. ხო, ცოტა ოქროსფერი. ჩვენინება რა? აქ საერთოდ ეს ქართლის ხახვი ყველა ხახვჯობია. აქ თხელი ფურცელი იშუშება მალე. და გემოც აქ ნამდვილად სხვანაირია. ხო, მაგრამ ამიხსნა მე ქალბატონმა დოდო ხარელიდან. რომ ეს ხახვი მოდის თურმე ბევრად ნაკლები ჰექტარზე როცა გავე. ან მოსავლიანობა აქვს ნაკლები. მოსავლიანობა აქვს ნაკლები, მაგრამ სამაგიეროდ არ შეედრება ამ მეორე ხახვს. ესეც ქართული ხახვია. თეთრი, ამას ეძახიან თაფლა ხახვს. თაფლა ხახვი. კი ბატონო, მაგრამ გემოვნებით ამას არც ერთი ხახვი არ შეედრება. გადასარევია, მაგრამ მოდის თურმე ბევრად ნაკლები ვიდრე ეს. აი მე ეს ხახვი, თაფლა ხახვი ახლა სპეციალურად მაგ 5 კილო ნაკლი, რომ საახალწლო ცაცივში მხოლოდ მაგას ვმართ. მაგია, კაი, იმიტომ რომ თხელია, ძალიან თხელია და ფერიც. აქ ისეთ შეუმჩნეველი ნიგოსთან ერთად. იცი რა, ერთი რამე მოუყვეთ კიდე ჩვენს მაყურებელს. დიახ. სანამ ხახვი
შენებურად არ ჩაიშუშება. დიახ. ჩემ ბებიას ჰქონდა ასეთი ორი სიტყვა. დიახ. თავის წინ და სტუმრიზა. კი ბატონო. თავის წინ რას ნიშნავდა? არა სტუმრიზა არ ივარგებს ეს კერძი, მაგრამ თავის წინ რა უჭერს? ესე იგი, ჩემთვის, ჩვენთვის, ოჯახისთვის, ჩვენ წინ გამოსატანად. და ეს ორი სიტყვა სულ ყურში მიდგას. თავის წინ საჭმელად და სტუმრიზა. სტუმრისთვის მისართვებად. სტუმრისთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული და კარგი. ამ ხალხს არასდროს სტუმრის კერძში არ ჩადებდა. ხო, იმიტომ რომ უხეშია და ძალიან სუნიანია. და ეტყობა, ხო. ეტყობა ხახვის გემო აქვს და ის უფრო ნაზი რომელიცა სასტუმრო კერძებში გამოიყენებდა ამ ხალხს. გასაგებია. სულ ჰქონდა აცმული და ბევრს ინახავდა. გურიაში ხახვი არ მოდის, ხო იცი შენ? არა ბატონო. ეს არის არაჩვეულებრივი ზეთი, არა რაფინირებული და ეს ბევრ ზეთს, ყველა იმ გაფილტრულ ზეთს ჯობია. თუ კი წინასწარ უნდა უღოთ გაცხელება. აუცილებლად უნდა გაცხელო და რა ქვია მაგას დაწვას ეძახდნენ. დავწვი ზეთიო. ეგ აჭარაში იციან, დავწვი ზეთი. აჭარული კერძები ჩვენ მივალთ აჭარამდე, გველოდებიან და აუცილებლად აჭარიდან ჩავწერთ გადაცემებს. ყველა აჭარული კერძი იწყება ასე. დასწვავ კარაქს. კი ბატონო. გურული კერძები როგორ იწყება თუ იცი? და ნაყავთ ხილს. არა. აბა? შემოდგი წყალი ასადუღებლად. შემოდგი წყალი ასადუღებლად. ნინო შეიცვალა მან ფერი ნახე რა კარგად აჩუხჩუხდა. ეხლა ნახე კიდე რა უნდა გითხრა გული. რამდენი მზარეულცა ყველას აქვს რაღაცა თავისი საიდუმლო კერძის კედები. მაგალითად, ჩემ ბებიას არ უყვარდა გატარებული პამიდორი. იტყოდა არ უნდა მაგას ამდენი მოსიცვალება, უნდა ეტყობოდეს პამიდორს რასაც ჩამშიგდა. ნახე, აი, მე შენი ბებიას ხარეს ვარ. მინდა ჩავხედოთ, ეხლა ამ ქვაფში ნახე რა სილამაზია. ჩემო ბატონო, შენ მომეხმარე ოდნა ამის გადმოლაგებაში. ორჩა. ეხლა ამას უნდა დავახუროთ თავზე და კარგად შიგნით ჩაფუშფუშდება ეს. ჩაშუშტეს. ადუღდეს. ამას ახლა თავზე დავაფარო და აჩუხჩუხდეს თავის. რომ მე შიგნით კვერცხები ესე ჩავაწყოთ. სანამ აგერ შუშტება ნინო. დიახ. ახლა გავაკეთოთ ჩვეულებრივ. ეს იყოს ებრაული ამბავი თელი კვერცხებით რომ თქვი, რადგან ამდენი ხალხი ვართ და ჩვენც ხო გვინდა რამე საღამოს. სუფრა ხომ გვინდა ნინო? აუცილებლად პური ხო უნდა ამოვაწოთ. პური ხო უნდა მოვაწოთ, ფურნის პურები მაქვს ეგერ მშვენიერი და ამასობაში ნინო გააცლის კიდევ პამიდორს კანს. გავატყავებთ. ამასობაში მე ისევ ჩვენი მზესუმზირის ზეთს კარგად მოვწვალ. ხო ადუღდეს ეგ კარგად. ადუღდეს კარგად. ანთია. ამისთვის გავაკეთოთ, მოდი ეს გავაკეთოთ, რადგან შინაურულია, ერთი ხახვი გავაკეთოთ ის თაფლა ხახვი. კი ბატონო. ამინთე რა. ანთებულია ჩემო ძვირფასო. აბა ადუღდეს კარგად ეხლა აგერ ნინოს აქ მომზადებული აქვს. ხილია გაუტარებია მანქანაში. მაგრამ და წავაყარო ბოლოს. ხო, ჩემ თებს არ წააყარო. არ გინდა? ამ ისე მირჩევნია. ისე იქნება ეგერ. ისე მეორე იქნება. კაი. იცი რა არის? ეხლა ისეთიც ხო იქნება და ნიგზიანიც გასინჯე და აბა მე მითხარი რომ ერმა ჯობოს. იცი ნინო რა არის? დიახ. არ ვიცი. რა არის და რატომღაც ყველაფერი ის მენატრება და მომწონს რაც ბავშვობაში? ხო, რა ვიცი რატომ არის ეს ასე. რატომ არის ეს ასე? არ ვიცი. ნელაქენი მაგით ძალიან ბასრია მაიდანა. სამზარეულოში მთავარი ატრიბუტი არის დანა. თუ დანა კარგია, ყველაფერი გამოდის გაცილებით უკეთესი. იმ დღეს ხორცი რომ იმასკენით მაწვალეთ და მაძიძგნით. ნახე როგორ ჭრის. ბეწვს იღებს იმისთანა დანა. თვითონ რა ვქნა ნინო, მე რომელი პროფესიონალი მზარეული მე ვარ. დააჭერაც არ უნდა ისე თავისი ჭრის. ხო და მე არ ვარ მაგის ოსტატი, რა ვიცი. მე ძველი დანები მაქვს, არ მაქვს აი ახალი დანები და რა ვქნა. ესე იგი როგორც აღმოჩნდა, ხალხს ეხლა მონატრებული აქვს ყველაფერი ძველი რეცეპტით. ძველებური, აი ყველა იხსენებს, აი ჩემი ბები აკეთებდა სოფელში. იცი რა, შენ მაგას ძალიან კარგად ამბობ ხოლმე. საჭმელს აკეთებს გული. შენ ხო აი ეს აბა რა, განწყობა. განწყობა ხო. ხო და ის ხასიათი ქონდა იმ კი ბატონო. ადუღდა ახლა შენი ამაში ჩაუშვა. ზეთი ჩაუშვი. კარგად. ერთი ვნახოთ აბა რომელმა აჯობოს. ორივე კაი იქნება. გემო დიდი განსხვავებული არაა. ზურა ნუ მომიფანტავ, მე მეუნები ის მომიფანტავ. არა, მე არა. ნახე რაფერი მწვანილი მოვიტანო. ზურა ეს მწვანილებიც ახლა როდინდელი დათესილია ზაფხულის, ხო? ეს აგვისტოს ბოლოს. აგვისტოს ბოლოს. ნახე რაფერი პრასი მაქვს, რაფერი ჩვილი. კინძია ნინო, ნაფერი ნახე, რაფერი ჩვილი. კი, ცოტა მინდა კინძი. შეხედე რაფერია. მან და მაინც კინძობას არ ვართ. ძალიან გაიოლებულია მიდგომა ყველაფერთან. ადამიანები აღარ აკვირდებიან, აღარ ცნობენ, აღარ აფასებენ იმ ნამდვილ ჯიშებს. თუ ადამიანებს არ ეცოდინება უპირატესობა,
ამ წვანილის ჩვეულებრივ წვანილთან შეადარებენ და არ ეცოდინებათ რომ ეს ქართული ჯიშები არის გასაფრთხილებელი, მაშინ ძალიან ადვილად დაიკარგება. წვანილიც არის ქართული ჯიშები. უიმე დედა, ის წვანილი რომ გახსოვს შენ, ნინო, ის რომ გახსოვს ნამდვილი. ხელზე რო სუნის შეფოდა. ხო და რომ ამბობს ყველა, ვაიმე ისეთი სუნი ქონდა წვანილ სოფელში და ახლა აღარ აქვს. ის იყო და იმიტომ იმას ქონდა ის ძველი ჯიშები. მე სად წავიდა, სად გაქრა? ისევ დაუბრუნდები და ვიტყვი ქალბატონი დოდოს ნათქვამს გავიმეორებ. დიახ. ეს ახალი ჯიშები მოდის გაცილებით მეტი. არის უხარისხო, მაგრამ მოდის მეტი. გასაგებია. რაოდენობის გამო შეერიან იმ ძველს და უკეთეს. ხო. ის რომ ბრტყელფოთლიანი ქინძი გაბრტყელებული მიწაზე რომ წითლდება ზამთარში. სიცივის რომეშინია. ის ჯიში თითქმის დაკარგულია. მოივლი ბაზარს და ვერცერთ მწვანილის გამყიდველთან ვეღარ ნახავ. წვანის გამყიდველზე კი არა, გასრისავ ქინძს და სუნს ვერ მიიღწევ, რომელი სუნერის არის მწვანი. ხო და ბებია კალთით რომ შემოიტანდა და დააწყობდა გობზე. სუნი იდგა მთელ სახლში. კი ბატონო, ახლა იქ დროზე აცადე ნურევ, თორ როდის მოიშოშა, სულ ურევ და ურევ. აი, რაფერს მიბძანე. მომეცი თავსახური, ჩემი თავსახური მომეცი. უნდა თავსახური იმ. აუცილებლად. ტაფები გვაქვს ნინო? ძველებური. ნამდვილი თუჯის, კაი. ეს თუჯის ტაფები ახლა ღირს 20 კი აღარ 10-15 მანეთი. ნინო, ახლა მე ცოტა ხნით რომ დაგტოვო, ხომ არ მიწყენ? აი ეს სანამ ჩაიშუშება პატარას მივიხედ. არა, მოვიხედავ და კვერცხები ერთად ჩავაწყოთ. აი ბატონო. დროებით. ერთი უნდა ავთქვიფოთ, მეორე მთელი ჩავასხოთ.